მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა პრეზიდენტის ვიზიტთან თურქეთში, ეგრეთ წოდებული ჟუ პრეზიდენტის, რომელსაც ფერისცვალება წინაპრების იგივე ქონია მოგონილი და ერდოღანის განცხადებაზე თურქ მესხებთან დაკავშირებით გუშინ ჩამიგდნენ ვიდეოები, სადაც უკვე თურქი მესხები არიან ჩამოსული ადიგენის ახალციხის რაიონში, დადიან სოფლებში, ამოწმებენ, ათვალიერებენ და ასე შემდეგ. ეს ვიდეოები უკვე Facebook-ზე არის ატვირთული და არსებობს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ თურქეთის სახელმწიფომ უკვე აქტიურად დაიწყო მოქმედებები, მან უკვე მიაღწია და სიტუაცია დაალაგა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ირანი დასუსტებულია, ის უკვე თulis რომ პირველი მოთამაშეა და ალბათ კიდევაცაა პირველი მოთამაშე რეგიონში და არანაირად არ დაუშვებს რუსული ინტერესების აქ გამტკიცებას, არაბულის, ჩინურის, ინდურის და ასე შემდეგ, რომლებიც უკვე შემოსეული არიან საქართველოში და თავის ინტერესებს აკეთებენ. ის ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. მას აქვს მრავალსაუკუნოვანი მტრობა და ბრძოლა რუსეთთან და მას აქვს მრავალსაუკუნოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ჭეშმარიტება და ჩვენ თუ ახლა ჩვენ არ ვიმოქმედეთ და არ დავასწარეთ და ჩვენ არ გავატარეთ ჩვენი ინტერესები, ანუ რუსული ფეხის ამოღება, რუსული გავლენის ამოღება და დამთავრება საქართველოში, ის ამას აუცილებლად მიაღწევს და ამას არ მიაღწევს ჩვენ სასიკეთოდ. ამიტომ სასწრაფოდ არის ეს ხელისუფლება შესაძლებელი რუსული ინტერესების ქვეყნიდან გატანას სასწრაფოდ დასაწყები, ამერიკული და ამერიკელებთან და ევროკავშირთან აღსადგენია ურთიერთობა, რომელთა დახმარებით ჩვენ ნამდვილად მოახერხებთ კეთილმოზობლურ ურთიერთობას, ისეთი როგორც ჰქონდა ასე თუ ისე თურქეთთან და ისე როგორც მოახერხა ამ წუთას სომხეთმა მასთან დალაგება ურთიერთობის. თუ არა და გავლენა გაიზრდება თურქული აუცილებლად. ამიტომ მე რა ვიცი ახლა მინდა მიმართო იმ პარტიებს, რომელიც ბოიკოტს აცხადებს ამ ადგილობრივ არჩევნებზე, რასაც რა თქმა უნდა მეც უერთდები. მიმართო 4 ოქტომბრის საზოგადოებას იმ ადამიანებს, ვინც ეს აზრი ჩამოაყალიბენ, დიდი მოწიწებით და კეთილი სურვილებით და მათდამი მხარდაჭერის და პატივისცემის გამოხატვით. მე წარმოდგენილი მაქვს და ვიცი თუ რა წნეხს და რეპრესიას გადიან ახლა ისინი.